ძიმე ავადმყოფობით 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ალგირდას ნიკოლას ბრაზაუსკასი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბრაზაუსკასმა პოლიტიკური საქმიანობა განაგრძო და 92 წელს ის სეიმის თავმჯდომარე დაირჩიეს. მომდევნო წელს კი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა. 1998 წელს ბრაზაუსკასმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადითაც იყარა კენჭი. 2001-2006 წლებში კი ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. სამთავრობო კრიზისის შემდეგ ბრაზაუსკასმა აღნიშნული თანამდებობა დატოვა. ისრაელში 12 დღიანი აქცია დაიწყო. სოლიდარობის მარშის მონაწილეები ებრაელი ჯარისკაცის გილად შალითის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორები გატაცებული ჯარისკაცის მშობლები და ახლობლები არიან. გილად შალიthi ჰამასის ბოევიკებმა 4 წლის წინ ისრაელის ტერიტორიაზე შეიპყრეს და მას შემდეგ ის ღაზას სექტორში პალესტინის ტერიტორიაზე იმყოფება. ისრაელში ებრაელი ჯარისკაცის გილად შალითის გათავისუფლების მიზნით 12 დღიანი სოლიდარობის მარში დაიწყო, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. მარშის ორგანიზატორი გატაცებული ჯარისკაცის მშობლები არიან. პოლიციის განცხადებით აქციაში მონაწილეების რიცხვი 10,000 აღწევს. გილად შალიthi ჰამასის ბოევიკებმა 4 წლის წინ ისრაელის ტერიტორიაზე შეიპყრეს და მას შემდეგ ის ღაზას სექტორში პალესტინის ტერიტორიაზე იმყოფება. აქცია შალითის სახლიდან დაიწყო და ის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან დასრულდა. ჯარისკაცის მშობლების განცხადებით ისინი ბენიამინ ნათანიაჰუს რეზიდენციასთან აქციას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათ 23 წლის შვილს არ გაათავისუფლებენ. ჩვენ მეტ-დაცდას აღარ ვაპირებთ. სახლში გულხელდაკრეფილები ვერ დავჯდებით. გილადის ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და ათასობით გულშემატკივარი მის გათავისუფლებას მოვითხოვთ. ჩვენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს რეზიდენციასთან აქციას გავმართავთ, რათა მან რადიკალური ზომები მიიღოს. ჰამასმა 2009 წელს ვიდეო მასალა გაავრცელა, იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარისკაცი ცოცხალია. მას შემდეგ კი გილად შალითის ბედი უცნობია. ტაილანდის ყურეში ადგილობრივი მცხოვრებლებისა და უცხოელი ტურისტების ნავების შეჯახების შედეგად 52 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პოლიციის განცხადებით ტურისტები ბანგკოკის სამხრეთით პანგაგის კუნძულისკენ წვეულებაზე მიდიოდნენ. წვეულება სავსე მთვარეობა, რომელიც ყოველთვე იმართება ათასობით ახალგაზრდას იზიდავს, განსაკუთრებით კი ტურისტებს. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით დაშავებულთა შორის ავსტრალიელი, ნორვეგიელი, სინგაპურელი და მალაიზიელი ტურისტები არიან. ფიფას მთავარი ექიმის ჟირი დვორაკის განცხადებით 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში დოპინგ ტესტის არც ერთი დადებითი პასუხი არ დაფიქსირებულა. მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ზედიზედ მეოთხე ტურნირია, რომელიც დოპინგის გარეშე მიმდინარეობს. ჩემპიონატის განმავლობაში შემოწმება 450-ზე მეტმა ფეხბურთელმა გაიარა. ფიფას მთავარი ექიმის განცხადებით მატჩის განმავლობაში ტრავმების რიცხვმაც საგრძნობლად იყო. ფიფას მთავარი ექიმის ჟირი დვორაკის განცხადებით 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში დოპინგ ტესტის არც ერთი დადებითი პასუხი არ დაფიქსირებულა. მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ზედიზედ მეოთხე ტურნირია, რომელიც დოპინგის გარეშე მიმდინარეობს. ფეხბურთელებმა დოპინგ ტესტი გაიარეს და ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ არც ერთი დადებითი პასუხი არ მიგვიღია. ეს უკვე მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც დოპინგის გარეშე ჩატარდა. ფიფა დოპინგის წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძვის და ამან შედეგი გამოიღო. ჩემპიონატის განმავლობაში შემოწმება 450-ზე მეტმა ფეხბურთელმა გაიარა. ფიფას მთავარი ექიმის განცხადებით მატჩის განმავლობაში ტრამვების რიცხვმაც საგრძნობლად იკლო. შესამჩნევად იკლო თავის ქალისა და სხვა სახის ტრამვებმა, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ორი ასპექტი, რომელიც სავარაუდოდ ხელს უწყობს დაზიანებების შემცირებას. პირველი ფეხბურთელების აქტიური მომზადება და მეორე ესაა გაუმჯობესებული სამართლიანი ბრძოლა პირველობისთვის. განელმა ფეხბურთის ფანებმა საკუთარი ნაკრების გამარჯვება განსაკუთრებულად აღნიშნეს. განას ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკას 2-1 მოუგო და მეოთხედფინალის საგზურის მოიპოვა. ეროვნული დროშისფრად შეღებილი ბედნიერი გულშემატკივრები მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში სეირნობდნენ. ამ ეტაპზე განა აფრიკული ქვეყნებიდან ერთადერთი ნაკრებია, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადავიდა. განას ნაკრები მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება.
სოფლიოს ლამაზმანები მის გერმანია, მის მექსიკა და მის არგენტინა იოჰანესბურგში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი ქვეყნების ნაკრების საგულშემატკივროდ ჩავიდნენ. ინგლისი-გერმანიის მატჩი ბლუმფონშტეინის სტადიონზე გაიმართება. სამხრეთ აფრიკის ბლუმფონშტეინის სტადიონზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა. არა უკრძალავ, თუმცა ნასვამ გულშემატკივრებს სტადიონიდან გააძევებენ. მის გერმანია მაიკე ფლორინსდორფი იოჰანესბურგში ბრიტანეთისა და გერმანიის მატჩზე დასასწრებად ჩავიდა. უცხოელ მეგობრებთან ერთად ის იოჰანესბურგის ზოოპარკს ეწვია. რა თქმა უნდა, გერმანიას გულშემატკივრობ. ჩვენ ლომების არ გვეშინია. ფიქრობ, მათი ინგლისელ ფეხბურთელებს უნდა ეშინოდეთ. დარწმუნებული ვარ მოვიგებთ, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობ. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. გერმანელი გულშემატკივრები გუნდის წევრების გამხნევებას შეეცდებიან. თავის მხრივ ფეხბურთელებმაც კარგად უნდა ითამაშონ, რათა ჩვენი იმედები გაამართლონ. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ლამაზ და მაღალ პროფესიულ თამაშს ვიხილავთ. სიმართლე გითხრათ, არ ვარ სპორტის მოყვარული. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემს ქვეყანას გულშემატკივრობ. იმედი მაქვს, რომ სათანადო ადგილს დაიკავებს. გულის სიამაყით მიწევს. მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. მინდა წარმატებები ვუსურვო მექსიკის გუნდს. ინგლისი-გერმანიის მატჩი ბლუმფონტეინის სტადიონზე გაიმართება. სტადიონი ძირითადად რაგბის თამაშებისთვისაა განკუთვნილი. სამხრეთ აფრიკის ბლუმფონტეინის სტადიონზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა არა უკრძალავთ, თუმცა ნასვამ გულშემატკივრებს სტადიონიდან გააძევებენ. პოლიცია და დაცვის სამსახური როგორც მაყურებელს, ისე ფეხბურთელების უსაფრთხოებას მკაცრად აკონტროლებენ.